მხოლოდ ქართული, რომელსაც კომპანია GM Pharma-სთან ერთად წარმოგედგენთ ესთეტიკური მედიცინის ცენტრი Soft Aesthetics-ი უნდა გაგაცნოთ დღეს, რომელიც ბაზარზე სულ რამდენიმე თვე არის, რაც ოპერირებს კომპანიის დაარსების და მიზნების შესახებ მეტ ინფორმაციას აქ მენდილაში რუბრიკის ავტორი გაგვიზიარებს. მარიამ იზორია გვერდება პირდაპირ ეთერში. მარიამ, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა ნინი, მივესალმები საქმიანი დილას მაყურებელს. მართალია რომ Soft Aesthetics-ი ბაზარზე სულ რამდენიმე თვე ოპერირებს, თუმცა როგორც კომპანიაში ამბობენ, პროფესიონალიზმით, მაღალი ხარისხითა და ინდივიდუალური მიდგომით შეძლეს და მომხმარებლის საკმაოდ დიდი რაოდენობას გააერთიანეს. ლაზერული ეპილაცია, კოსმეტოლოგიური პროცედურები, ინექციური კოსმეტოლოგია, ეს იმ სერვისების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც Soft Aesthetics-ი გუნდი მომხმარებელს თავაზობს. უფრო ვრცლად კომპანიაზე და უკვე მათ საქმიანობაზე სიუჟეტში გიყვებით და გეგმებზე საუბარს სტუმართან ერთად გავაგრძელებთ უკვე რამდენიმე წუთში. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. საქმიანობას როგორც კი მოვკიდე ხელი, სულ მქონდა ამბიცია რომ მქონოდა რაღაც ჩემი. მე ვფიქრობ რომ ეს ძალიან ნორმალურია, იმიტომ რომ სულ განვითარება გვინდა და წინ სვლა ხო ასე. სულ ექსპრომტად მე და ჩემო მეგობრებმა აი ესე უცებ კაფეში ვიჯექით და ვთქვით, როდემდე მოდი რაღაცა ჩვენი გავაკეთოთ. აი ზუსტად ყავის დალევის პერიოდში შევქმნით ეს ჩვენი ასეთ ვთქვათ იმპერია. ვეცადეთ რომ ყველანაირად შეგვეფუთა და ყველანაირი მომსახურება ყოფილიყო ამ ჩვენს პატარა სივრცეში. ამიტომ ჩვენთან კეთდება დიოდური ეპილაცია, კლასიკური კოსმეტოლოგია, ინექციური კოსმეტოლოგია, დერმოპიგმენტაცია, ეს არის პერმანენტი, კეთდება მანიკურ-პედიკური, თმის გარდა ერთი სიტყვით ყველაფერი გვაქვს. ჩვენ თვითონ ვინც ვართ აქ, ყველას გვაქვს სამედიცინო განათლება. ყველა ვართ სახელმწიფოს მიერ აღიარებული კოსმეტოლოგ-ლაზეროთერაპევტები, ამიტომ ძალიან კრიტიკულად ვუდგებით ნებისმიერ აი ასეთ საკითხს. მაინც ადამიანის სილამაზესთან და ჯანმრთელობასთან გვაქვს საქმე. ამიტომ ყოველთვის ვცდილობდით რომ შეგვეძინა ისეთი პროდუქტი, რომ ყოფილიყავით მშვიდად. ამიტომ შევიძინეთ ლაზერული აპარატი გერმანული სამედიცინო, რაც შეეხება კოსმეტოლოგიას, გამომეორდები და შევიძინეთ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი პროდუქცია, არის ევროპული ხარისხის, რაღაცა არის ისრაელის პროდუქტი. ინექციურ კოსმეტოლოგიას რაც შეეხება, ჩვენ ვმუშაობთ ევროპული ხარისხით. ჩვენი სპეციალისტი, რომელიც არის, საკმაოდ გამოცდილია, ისიც სახელმწიფოს მიერ აღიარებული ექიმია, ძალიან ხშირად მოგზაურობს ტრეინინგებზე და ასე შემდეგ. ეხლაც ამ ეტაპზე იმყოფება ავსტრიაში. და რა თქმა უნდა, რასაც ვაკეთებთ, სრული პასუხისმგებლობით, ერთი სიტყვით ვართ მშვიდად. უდიდესი კონკურენციაა ზოგადად და ყოველთვის უნდა შესთავაზო შენს პაციენტს რაღაცა, რაც სხვას არ აქვს. მე ვფიქრობ, ჩვენ შემთხვევაში გაგვიმართლა ის, რომ ჩვენ ვართ ყველა კომუნიკაბელური, ძალიან გვიყვარს ურთიერთობა ადამიანებთან და ეს არ გვეშლება. რაც არაერთხელ, ზუსტად ჩვენი პაციენტებისგან ეს გვიგრძნია. დღემდე მოვდივართ ისე რეკომენდაციებით და კმაყოფილი პაციენტებით. ხშირად გვესმის, რატო ასეთი დაბალი ფასი. რეალურად დაბალი ფასი იმიტომაც არის, რომ ჩვენ არავიზე არ ვმუშაობთ, ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს თავზე, არავისთან გასაყოფი ჩვენ არაფერი არ გვაქვს და რა თქმა უნდა, გვინდა რომ ჩვენი პაციენტი იყოს ყველანაირად კმაყოფილი. ამიტომაც არის ხელმისაწვდომი ფასი.
საქმიანი გეგმები. გაფართოება. ერთზე არ ვჩერდებით. ეს ერთი იქნება და კიდე ბევრი. მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ირმა გელაშვილი, Soft Aesthetics-ის მენეჯერი სტუმრობს საქმიან დილას და კომპანიის გეგმებს მოვიკითხავთ საქმიანი მაყურებლისთვის. მოგესალმებით ირმა. მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ. ირმა, უპირველესად მინდა შევაჯამოთ და მიმოვიხილოთ გახსნის დღიდან, როგორ ფორმირდა მოთხოვნა, რამდენად გაჩნდა იმ პროცედურებსა და სერვისებზე, რასაც აწვდით მომხმარებელს მოთხოვნა და რამდენად მოახერხა Soft Aesthetics-მა ერთგული მომხმარებლის, ესე ვთქვათ, მობილიზება და გაერთიანება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. სიმართლე გითხრათ, თავიდან როგორც დავიწყეთ, ეს იყო მხოლოდ ლაზერული ეპილაცია და კოსმეტოლოგია. მე ჩავშალეთ უკვე ესე რომ ვთქვათ და საკმაოდ ფართო ასორტიმენტს თავაზობთ ჩვენს მომხმარებელს. ძირითადად მოდიოდნენ დიოდურ ეპილაციაზე, ნემსით ეპილაციაზე, მერე იგებდნენ რომ გვაქვს სხვადასხვა სერვისი და გვთავდებოდნენ სხვადასხვა სერვისის მომსახურებებზეც. გარდა ამისა სიახლე გვაქვს და გავაჟღერებ და ვიტყვი რომ დავამატეთ წამწამების სპეციალისტი, ლამინირება წარბის და ასევე წამწამის და ასევე წამწამების დაგრძელებაც. საკმაოდ მოთხოვნადია დღესდღეობით ჩვენს მანდილოსნებში. კი ბატონო და ეს სერვისიც ჩავამატეთ, არ გქონდა და მოკლედ ესეც სიახლე გვაქვს. ვცდილობთ რომ გავიზარდოთ ეტაპობრივად, ვეწევით თანამედროვე მიღწევები იქნება ეს ესთეტიკის სფეროში თუ ასე შემდეგ. რა ვიცი, ვცდილობთ რომ არ ჩამოვჭეთ ბაზარს ფეხი აუბათ, ესე რომ ვთქვათ. ირმა, ამ დროისთვის ჩამშევყვა რამდენ სერვისს აერთიანებს Soft Aesthetics-ი და ასევე საინტერესოა განსაკუთრებით რაზეა მაღალი მოთხოვნა, რა სიტყვას ყველაზე მეტად მომხმარებელი. თითქმის 8-დან 10 პროცედურამდე გვაქვს ჩამონათვალში. ძირითადად ითხოვენ დიოდს, კი ბატონო, დიოდური ეპილაცია, ნემსით ეპილაცია და მერე უკვე მანიკურ პედიკური. შემდგომ ეტაპობრივადაც რაც არის კიდევ ითხოვენ ასე თუ ისე, მაგრამ ძირითადად დიოდი. ირმა, ამ მთელ პროცესში რა არის თავარი გამოწვევები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ხარისხს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ბევრი დაზარალებული მომხმარებელიც გვინახავს სხვადასხვა სალონში. აი, ამ ნაწილში მთავარი გამოწვევა რა არის და რას უნდა აკმაყოფილებდეს ესთეტიკური სალონი იმისათვის, რომ მიაწოდოს მომხმარებელს სრულყოფილი მომსახურება. მარიამ, რა არის, იცი? კი, ბაზარზე ჩვენ ახლა დავიწყეთ ოპერირება, მართალია, მაგრამ საკმაოდ გამოცდილი ლაზეროთერაპევტები და კოსმეტოლოგები გვყავს. 10 წლიანი გამოცდილებით გვყავს კოსმეტოლოგები, ასევე ლაზეროთერაპევტები და აი სრულიად ვენდობით. კი, ხარისხს რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ვაფასებ ჩვენ ამას. და რაც მთავარია, სამედიცინო განათლებით არის ყველა. ამას ხაზგასმით იმიტომ ვამბობთ, რომ მხოლოდ აპარატის ფლობა, ცოდნა არ არის მნიშვნელოვანი. გამოყენება, სტრუქტურა, კანის სიგლუვე, ანუ ყველაფერთან არის ეს ასოცირებული, რა თქმა უნდა. მოკლედ, ძირითადად ჩვენი გამოწვევა ის არის, რომ მაღალხარისხიანი პროდუქცია გვაქვს და ჩვენს პაციენტებთან ვართ, ესე რომ ვთქვათ. ხო, ხარისხი აქ როგორ მოწყვეტება? ეს არის უშუალოდ საუბარია აქ მაგალითად იმ დანადგარებზე და აპარატებზე, რასაც იყენებთ, ასევე იმ პრეპარატებზე, აი ამაზე მინდა ასევე ვისაუბროთ. ანუ ორივე შემთხვევაში აპარატს რაც შეეხება გვაქვს გერმანული, რომელიც არის სპეციალურ შეკვეთით დამზადებული. ეს არის სამედიცინო აპარატი. გამოიყენება ძირითადად აი აინტერესებთ მაგალითად რომ რას ნიშნავს სამედიცინო. გეტყვით რომ ტატუსთან ახლოს მუშაობა შეიძლება ამ აპარატით, ან ტატუს მაინც ფარავთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ესეთი ეს აქვს სპეციალური თავაკი, რომელთაც ახლოს მუშაობა შეიძლება. ასევე არიან ქალბატონები ვერ იკეთებენ ვენების გამო ლაზერს. ტკივად მე აწუხებ და ასე შემდეგ. ანუ ეს აპარატი დაშვებული არის ვენებიანი ქალბატონებისთვისაც შეიძლება ესე ითქვას. ასევე
თინეიჯერები, რომლებსაც თქვათ რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ არის ნებადართული, რომ გაიკეთონ ლაზერი, ამ შემთხვევაშიც დაშვებულია ეს. ასაკობრივი ზღვარი არის დაწეული გოგონებშიც და ვაჟებშიც. და ანუ ეს ყველაფერი არის მაღალ ხარისხთან დაკავშირებული და უსაფრთხოებასთან, რა თქმა უნდა, პირველ რიგში. ირმა, საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ გეგმები. სიუჟეტშიც ვახსენეთ, რომ გაფართოება არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, თუმცა უშუალოდ სტრატეგიაზე მინდა ვისაუბროთ. იგეგმება თბილისის მასშტაბით ფილიალების დამატება თუ მაგალითად უკვე რეგიონებში გასვლა საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე გეგმაში ვთვლით, რომ გვინდა თბილისის მასშტაბით, რეგიონებში ჯერ ვერ სავარაუდოდ, მაგრამ სამომავლოდ შეიძლება ეგეც. კი, ვფიქრობთ, რომ ერთი ფილიალი მინიმუმ ახლა დავამატოთ უახლოეს მომავალში და აუცილებლად გაგაგებინებთ პირველ რიგში თქვენ და დავაანონსებთ ამასაც. მადლობა ირმა, გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებები ყველა გეგმაში. მადლობა. ირმა გელაშვილი, Soft Aesthetics-ის მენეჯერი იყო ჩვენი სტუმარი.